რვაგვერდიანი ჩვენება, რომელმაც გახმაურებული მკვლელობის საქმეში შესაძლოა ახალი გარემოებები გამოავლინოს. მეცხრე არხმა დღეს ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენება მოიპოვა. სოსო პავლიაშვილი სიძე წერს, რომ ბიზნესმენის დასაშჯელად თანხის ნაწილი მომღერლისგან მიიღო. პარალელურად ადვოკატის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმარ ჩხაპელიაზე ზეწოლა მიმდინარეობს. ირაკლი მამალაძე დეტალებით. ეს არის ოფიციალური ჩვენება, რომელიც სოსო პავლიაშვილის დისკმანმა გამოძიებას 18 დეკემბერს დაკავებიდან რამდენიმე საათში მისცა. ვახტანგ ჩხაპელია ჩვენებაში დეტალურად აღწერს, თუ როგორ დაიგეგმა ბიზნესმენ ავთო ადუაშვილზე თავდასხმა. სკანდალურ ჩვენებაში, რომელიც ჩხაპელიას ქალაქის მთავარ სამმართველოში ჩამოართვეს, წერია, რომ ავთო ადუაშვილის დასჯა სიძემ და ცოლიძმამ ერთად დაგეგმეს. ანტონ ადუაშვილს ფარული უთანხმოება ჰქონდა ჩემი მეუღლის ძმასთან, სოსო პავლიაშვილთან. რაც გამოიხატებოდა ანტონის მხრიდან სოსოსთვის დიდი ოდენობით მოტყუებით ფულადი თანხის გამორთმევაში, რაც სისტემატიურ ხასიათს ატარებდა. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტების დაგროვება გახდა მიზეზი, რომ მე და სოსომ გადავწყვიტეთ დაგვესაჯა ანტონ ადუაშვილი, რისი შესრულებაც ვითავე ხოლო ფინანსური დახმარება ამის აღსრულებაში გამიწია სოსომ. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გელაუბილავასთვის გადაცემული თანხა მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, კერძოდ ადუაშვილის დასასჯელად მომცა სოსო პავლიაშვილმა. კერძოდ 30,000 ევრო. ჩვენება დაიწერა ჩემი კარნახით და ვაწერ ხელს ვახტანგ ჩხაპელია. სკანდალური ჩვენება ვახტანგ ჩხაპელიას ნათესავებმა გაზეთ გურიანიუს კონსპირაციულად მიაწოდეს. ჟურნალისტ ეკა ალფაიძეს ინფორმაციით, ვახტანგ ჩხაპელიაზე სოსო პავლიაშვილის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. მისი ინფორმაციით, ჩხაპელიაზე ხორციელდება ზეწოლა, კონკრეტულად სოსო პავლიაშვილის მხრიდან. და ამ ზეწოლას აქვს ერთადერთი მიზანი შეაცვლევინონ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. სასამართლოში ვახო ჩხაპელია სავარაუდოდ სასამართლო შესთავაზებს ვერსიას, რომელიც იქნება ძალიან ბინძური შინაარსის და აქვს ერთადერთი მიზანი გარდაცვლილი ბიზნესმენის დისკრედიტაცია. ავთანდილ ადუაშვილის გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით მეცხრე არხის შეკითხვას პასუხობს იუსტიციის მინისტრი. თია წულუკიანის განცხადებით, სოსო პავლიაშვილის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო. ეს არის მკვლელობის საქმე ნაძალადევიდან, რომელსაც მე საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ სოსო პავლიაშვილთან არსებობს კითხვები. შეკითხვებზე, რომელიც გამოძიებას ცნობილ მომღერალთან აქვს, პავლიაშვილი ამ დრომდე არ პასუხობს. მომღერალი არც მეცხრე არხის ზარებს პასუხობს. სხვა მედია საშუალებებთან კი აცხადებს, რომ ეს მის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის ნაწილია. რამდენიმე დღის წინ პავლიაშვილი ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას ტელეკომპანია NTV-ს ეთერით გამოეხმაურა და მთავარ პროკურორს მადლობა გადაუხადა. მე და ჩემმა მეუღლემ ინტერნეტიდან შევიტყვეთ ამ ამბის შესახებ, შოკირებული ვიყავით, მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის, რომ ავთო ადუაშვილი ჩემთვის ბიზნესმენი კი არა, ახლო ადამიანი იყო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, რომელმაც უარყო ეს ნაბუდვარი. ვახტანგ ჩხაპელიას გასაჯაროებულ ჩვენებას ეხმაურება ბრალდებულის ადვოკატი. ლევან ჯავახაძე აცხადებს, რომ ჩხაპელიამ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებენ მთავარ პროკურატურაში. იუსტიციის მინისტრი მზად არის ბრალდებულს შეხვდეს და პირადად მიიღოს ჩხაპელიასგან ინფორმაცია ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. თუ კი მოცემული პირი თვლის, რომ მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, მე როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვარ მზად მას პირადად შევხვდე. უახლოეს დღეებში მე ვახტანგ ჩხაპელიას დავისაუბრები, გადავცემ, რომ იუსტიციის მინისტრი მზადაა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე გააკეთოს შესაბამისი რეაგირება და ალბათ ვახტანგ ჩხაპელია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ განცხადებით მიმართოს იუსტიციის მინისტრს, თუ რასახის განცხადება გააკეთოს მის მიმართ წარმოებულ კანონდარღვევებზე. იყო თუ არა ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენება ზეწოლით მოპოვებული, ეს სავარაუდოდ სასამართლო პროცესზე გაირკვევა, რომლის მოსმენაც 12 აპრილს 12 საათზე გაიმართება.